მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის 34 დღე თავისუფლებამზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. 3000-მდე ლარს გადაუხდის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია Prime Times მუნიციპალიტეტის ღონისძიებების ანონსების და მიმდინარე მოვლენების გაშუქებისთვის. ამის შესახებ მხარეებს შორის გამარტივებული შესყიდვა გასული წლის 24 დეკემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით Prime Time ვალდებულია მუნიციპალიტეტის ღონისძიებები 1 წლის განმავლობაში გააშუქოს. კონკრეტულად რამდენ მასალაზეა საუბარი მითითებული არ არის. შეპესე პირველს 4800 ლარის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაუფორმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ. ახალციხის მერიის მსგავსად მუნიციპალური აქტივობების გაშუქებისთვის. ხელშეკრულების მიხედვით მასალები ნიუშაბჯის პლატფორმაზე უნდა გამოქვეყნდეს. ეს ხელშეკრულებას ერთწლიანია და თვეში 400 ლარის გადახდას ითვალისწინებს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხას ტოვებს მოსახლეობა. ჩვენი კოლეგა შორენა ლაბაძე ადგილობრივებს ესაუბრა და მიზეზების გარკვევას ეცადა. ცლად გთავაზობთ სიუჟეტს. სოფელი რეხა წალკის მუნიციპალიტეტში ცენტრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სხვადასხვა დროს ამ სოფელში ეთნიკურად ქართველებთან ერთად ბერძნები, სომხები, თურქები, რუსები და ქურთები ცხოვრობდნენ. თუკი რამდენიმე ათეული წლის წინ რეხას მოსახლეობა 200 კომს შეადგენდა, ახლა ის 80-მდეა შემცირებული. სოფლის დატოვების მიზეზების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრეთ. ახალგაზრდებს იმიტომ უჭირს სამსახური არ არის, გასართობი არაფერი არ არის. სადმე წავიდნენ, ან იმუშაო შემოსავალი ჰქონდეთ, ან ბავშვებს გასართობი ისეთი არაფერი არ აქვთ და გადინება დიდია ამ საზღვარგარეთ. კი. ახალგაზრდობას სულ იქით უნდა. არა ჩერდება არავინ და არა ყავს ისე. სამუშაო მარტო სკოლაა და აბა სამსახურისაიდან და დანარჩენი ერთი მესაქონლეობა და მეტი არაფერი. სოფლის სკოლაში სულ 26 მოსწავლე ირიცხება. რეხაში არ არის საბავშვო ბაღი. მიზეზად ხშირად გაიგონებთ, რომ მისი საჭიროებაც არ არსებობს. აქ სკოლამდელი ასაკის ბავშვები თითქმის არ არიან. არც ავადმყოფო არ აქვს, არც ბაღი არ აქვს. მარტო სკოლა. სკოლაშიც ბავშვებიც არ არიან. რამდენი ბავშვი წავალს? თავი ბოლო ალბათ 30-მდე იქნება. რაც არის. ბაღი რატო არ არის? იმიტომ რომ ახალგაზრდობა რო არ აქვს, არც ბავშვები არ არიან და არც მან გიტომ არ არის ბაღი. არა, სასწრაფო დადის, კარგად დადის, მაგრამ აქვე რო იყოს უფრო კაი იქნება, რომ თავის დროზე ყველაფერი იქნება. ერთებეწო. კი. წალკის რაიონში. დიახ. ან თუ გადაუდებელია და რამე უნდა გამოიძახოს სასწრაფო. მერე გადაიყვანს. კი, თუ არის გადასაყვანი, გადაიყვანს, თუ არა და სახშევე გაუკეთებს ან ნემსიან რაღაცას მისცემს წამალს, პირველადი დახმარებას გაუწევს. მე სკოლაში ვმუშაობ დამლაგებლად და სახში სახლის საქმეებით ვარ დაკავებული. მესაქონლეობას ეწევით? კი, მესაქონლეობას ვეწევით. ეზოში დავთესავთ, მოყავს ნატურალური პროდუქტები ბავშვებისთვის. ბოსტნეული რეალიზაცია გასავალი ისეთი არა. 2 წელია არ ყოფილა იქ კარტოფილიც ისედაც არ მოდის. ბუნება აღარ გვიწყობს ხელს და მეორეც კიდე არც კითხულობენ. საზღვარგარეთთან ალბათ შემოდის და თამარ საბაძე რეხაში ცხოვრობს. გვეუბნება, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაა. ორიანი ვერ გავაგორი ბიჭო ამდენი ხანი. ყველას რო ექნება თავის სამსახური, აღარც არავინ არ საწავა. არა და ყველაფერი ბუნებით, წყალი, ყველაფრით არის გამორჩეული. ყველაფერი სამკურნალო ბალახი გინდა. ყველაფერი მოსავალე, ყველაფერი სხვა ადგილებთან შედარებით აქეთ ჯობია. ჩვენთან ისეთი არ არის, რომ ძალიან ცხელოდეს და არიქა გარეთ მუშაობა შეუძლებელი იყოს და რაღაცა. ყოველთვის გრილა
მუშაობაც შეიძლება, საქმის გაკეთებაც შეიძლება გარეთ. ნინა მიქაძეს 4 შვილი, 10 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. მათგან რეხაში მხოლოდ 1 შვილი ცხოვრობს. მე მეზობელი არ ამყავს. მარტო აი ეს ერთი კაცია, მეტი არავინ. ზემოთ მიდიხარ, არავინ არ არის, დაბლა ჩადიხარ, არავინ. მარტო ესა და ჩვენა ვართ. სად მიდიან ახალგაზრდები ქალაქისკენ, მოხუცები ზემოთ. სასაფლაოსკენ. იმიტომ ყველაფერი აკლიათ. სწავლა უნდა, ცხოვრება უნდა, აქ ისეთი ცხოვრება არ არის. შაშან ერთი კარტოფილიც ვერ გავყიდეთ, რა ქნას ახალგაზრდობა მაქვს. მოვიდა, მაგრამ წაღება ძნელია, აქ არავინ არ ამოდის. ვისაც კარტოფილი ქონდა, ისიც ისე დარჩა. და ულბათ საქონელს აჭამეს. ზოგს ვისაც არა ქონდა იმას მისცეს, ქალაქში ბევრი ხალხი ყავთ, იმას გაატანეთ და ეგ. 4 შვილი, 10 შვილიშვილი, 8 შვილთაშვილი. მაგათგან არავინ, მარტო ერთი გოგო მყავს აქ. ლიმონა პაპაც რეხაში ცხოვრობს. მისი წინაპრები აქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დინიდან ჩამოსახლდნენ. 91 წლის ლიმონ მინაძეს სავსე სოფელიც ახსოვს და სოფლიდან წასული მოსახლეობის ამჟამინდელი სამყოფელიც იცის. სკოლის კარები არ ვიცი. მარტო 400 მინაძე ლიმონ. 40 წლისა იყო დედაჩემი გარდაიცვალა. 2 დანი და 2 ძმანი ვიყავით. მამაჩემმა ცოლი არ მოიყვანა. ობოლი გავიზარდი. სოფლის მოსახლეობისთვის, რომლის დიდი ნაწილიც ხანდაზმულია, ახალგაზრდებისგან დაცლილ აწმყოში დღის დიდ ნაწილს წარსულის მოგონებებში მოგზაურობა იკავებს. აქედან გორის რაიონში ტყეში და მივიდიოდით კოლნორნოვაგზა და მასალას, რომ გომრები ააშენონ რაღაცა 1 კილო პურს გაძლებდნენ. აქედან ფეხით ჩადი, იქიდან ფეხით ხარებით თრევით მოქონდათ კოლნორნობას მასალა. 60 კილოზე მეტი იქნება ნაკლები არა. ბავშვობაში ეს დინარე რო გაიყინებოდა, ცხრის კოჭებს ვანგროვებდით, მივიდოდით რეზინის ქალამანი კამერას იმით ახსოვდნებს ვისწევთ. იმ ყინულზე დავდვარი და მაგით თამაშობდით. გართობა ეგ იყო. რომ მაგრა შეგცივდებოდა და ხელებზე თითებს და უბერავდით, ძლების მოვდიოდით სახლში. ბურთი ქონდათ? არა, ბურთი არ იყო და. მერე მოვიდა. 14 წლისა ვიყავი. ცხარში რომ დავდიოდი. 14 წლისა იყო. მაშინ სტანისამოსი სად იყო? უბრალოდ ტელეკრეკა, არც პლაში, არც არაფერი. დავსვენდობოდით, წყალი გადიოდა. მერე ნაბადიც მოგვცეს მერე. კოლნორნოვის ცხარს. გარეთ ვაყენებდით, ღამე. მინამ თოვლი მოვიდო და მერე ჩამოვრაკავდით სოფელში, გომრში. ქალები თიბავდნენ. ერთი ინვალიდი კაცი იყო. ხუთიშვილი ივანე ერქვა, ღმერთო ცოდოთ არ მიღო, ძლივს დადიოდა, ეკერავდა ცელებს ქალები თიბავდნენ. ქალი თავის საქმეს აკეთებდა ოჯახში. რომელი იყო თავის საქმე? ქალს სამუშაო არ გამოილებოდა, არა, დასვენება არ ჰქონდა ქალს. როგორც მამაკაცი მუშაობდა არ იყო, ქალი ეგრე მამაკაცურად მუშაობდა. შეშიც ვაი ფიცზე წავიდოდნენ, აი აქ პატარა ფიცს მოიტანდნენ. ბოდიშით საქონელს ნაკელს ვყრიდით, გაშლიდნენ მაგას ქელავდნენ. ფეხით ქელავდნენ, გახმებოდა, ისჭრიდნენ. მოიტანა ფეჩს ოჯახში, მაშინ ფეჩიც არ იყო იმიტომ, ბუხარე იყო ოჯახი. უკეთებდნენ. ნაცრი გაემსებოდა, უცადე მოიხარსოს. 91 წლის ლიმონ მინაძეს სავსე სოფელიც ახსოვს და სოფლიდან წასული მოსახლეობის ამჟამინდელი სამყოფელიც იცის. მთელი რეხა დაიცალა, ნახევარი ქარელშია.
აგერ ხოსპიო ახალ ქალაქის რაიონი თელი რეხა ხო აქედან ბევრი გავიდა ხაშურში არის ქარელის რაიონში არის ზემო ხოდრეთში არის ჩამოხვალ გორში არიან აგერ ახალციხეში არიან ახალ ქალაქი ხოსპიო ხო წიწელწროსაგან ავთქვა ლოტკინი აგეთერი ლოტკინი რეხელები არიან ავჭალაში გრდანში ჯამთელობა შვიდობა ურთიერთობა იხარონ იმრავლონ იჯამთელონ ღმერთმა დალოცოს ერთ ფალი იყოს ფარველი საერთოდ წახვალ წამოხვათ კეთილი გზაზე იაროთ სოფელი რეხა ადგილმდებარეობის მიხედვით წალკას, ბორჯომს, ბაკურიანსა და გორს ესაზღვრება. ამის გამო ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგიონის შემადგენლობაში შედიოდა. როგორც მკვლევარი გულიკო საბაძე აღნიშნავს, 1795 წელს აღა მაჰმად-ხანის რბევას ეს ერთადერთი ქართული სოფელი გადაურჩა. 1830-იან წლებში წალკის ძველ ქართულ ნასოფლარებში პასკევიჩმა თურქეთიდან სომხები, მართლმადიდებელი თურქულენოვანი ბერძნები და მართლმადიდებელი თურქულენოვანი ქართველები ჩამოასახლა. ქართველები არტაანის რაიონის სოფელ ველიდან მხოლოდ რეხაში ჩაასახლეს. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-გი და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. ბალტიის ზღვაში ბოლო წლებში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ხაზებზე მიყენებულ დაზიანებას უკავშირდება. ეჭვი ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებულ გემებზია. ბოლო 15 თვის განმავლობაში 11 კაბელი დაზიანდა, რამაც გამორთვები გამოიწვია. ცხადია, ეს უნდა გავითვალისწინოთ. გავზარდეთ ჩვენი და ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორების სამხედრო ყოფნა ამ რეგიონში. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები მიზან მიმართულად არის გამოწვეული, თუმცა ბალტიის რეგიონის ზოგიერთი სამხედრო ოფიციალური პირი შიშობს, რომ ამდენი შემთხვევა შესაძლოა დივერსიაზე მიუთითებდეს. ბოლო 3 თვის განმავლობაში ხუზები, ასე ვთქვათ, შემთხვევით ზედმეტად ხშირად ვარდება. ცხადია, ასეთი რამ ზოგჯერ ხდება, მაგრამ ამდენჯერ ერთ პატარა ზონაში ნაკლებად მოსალოდნელია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დაიცვან უკეთ ბალტიის ზღვის ქვეშ განლაგებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. იტალიაში მდებარე ნატოს საზღვაო კვლევებისა და ექსპერიმენტების ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ უკეთესი მეთოდები აქვთ რეგიონში გემების გადაადგილების სათვალთვალოდ. ცენტრის მიერ შემუშავებული ალგორითმები ხშირად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ეფექტიანად გამოიყენება გემების მოძრაობის მონიტორინგისთვის, განსაკუთრებით კომერციული ხომალდების. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს. თუნდაც ეს უკანასკნელი ინციდენტები შემთხვევითი იყოს, ნატო არ არის მზად ბალტიის ზღვაში დივერსიის თავიდან ასაცილებლად, აცხადებს ლატვიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არტის პაბრიქსი. ჩვენ უნდა შევისწავლოთ და დავადგინოთ ჩვენთვის საფრთხეს რომელი გემები შეიძლება წარმოადგენდეს. ეს დაზვერვის სამსახურის ამოცანაა. იანვრის ბოლოს ნატომ პირობა დადო, რომ რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გაგზავნის ფრეგატებს, სამხედრო თვითმფრინავებს და საზღვაო დრონებს.